დილამშვიდობისა დღეს 12 თებერვალია დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. დილამშვიდობისა ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, ხოლო გადაცემას რაც შეეხება თუ იქნებიან ჩვენი სტუმრები და რა თემებზე შევაჩერებთ ყურადღებას, ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 12 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდ მღვდელმთავრებს ბასილი დიდს, გრიგოლი ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს, წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტეს, რომის პაპს და მასთან მოწამეებს, კენსორინეს, საბიანეს, ქრისია ქალწულს და სხვებს, ღირს ზენონს, წმინდა ბასილი დიდის მოწაფეს, წმინდა მოწამე თეოფილე ახალს, წმინდა კეთილმსახურ მეფე პეტრე ბულგარელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება დიდ დიღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ ლოცვის მნიშვნელობის შესახებ. დღეს ასევე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, თუ რა გავლენას ახდენს და როგორ მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე მულტფილმები. მოგახსენებათ, ბავშვის განვითარება, შემეცნება, ემოციური და დამოუკიდებელი უნარების ხელშეწყობა მშობლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და საინტერესოა როგორ აისახება და რა როლი აქვს ამ ყველაფერს მულტფილმებს კერძოდ და ანიმაციას. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდება ფსიქოლოგი, თიკოსახლის დამფუძნებელი თინათინ ზენაიშვილი. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი კინოთეატრ ამირანს სტუმრობდა, სადაც ორი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. ნამუშევრები ქრისტიანული ეგვიპტის სერიის ფარგლებში ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის იდეითა და ძალისხმევით მომზადდა. ფილმში მღვდელმთავარი თავად მოგზაურობს ეგვიპტეში და სტუმრობს წმინდა პავლე თებელისა და წმინდა ანტონ დიდის მონასტრებს. უფრო მეც ბუნებრივია უკვე სიუჟეტთან შევიტყობთ, რომელსაც გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ. საინტერესო გადაცემა გეულდებათ წინ, ახლა კი ვნახოთ ამდის პროგნოზი და შევიტყოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი. დილომშვიდობის მამა ლუკა. დილომშვიდობის მოგესალმებით ხმესთან დაგლოცოთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, ყოველთვის გვიხარიათ თქვენი სტუმრობა. ალბათ ასევე გაიხარეთ. საინტერესო საკითხებს საუბრობთ დღეს ჩვენს გადაცემაში მამა ლუკა, ეს არის ლოცვის მნიშვნელობა. საბედნიეროდ ყოველდღიურ ცხოვრებაში. საუბრობთ ლოცვის შესახებ ჩვენს გადაცემაში ძალიან ხშირად, თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მოგისმენთ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით. რა დანიშნულება აქვს ლოცვას, რატომ არის და უნდა იყოს კიდევაც ის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური თანამგზავრი. კი, ზოგადად ეს ისეთი თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით. აი როგორც გესმის, იმის მიხედვით. და რაც უფრო მეტი გესმის, უფრო ხედავ, რომ ეს არის ძალიან დიდი უფსკრული, ძალიან დიდი სიღრმე, ძალიან დიდი ბედნიერება. აი როგორც სიხარულს არ აქვს საზღვარი, მშვიდობას არ აქვს საზღვარი, ასევე ლოცვას არ აქვს საზღვარი. იმიტომ რომ ლოცვა თვითონ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არ არის რაღაცა ტექსტის კითხვა. ზოგადად ჩვენ წარმოგიდგენია, რომ ლოცვა ეს არის მაგალითად კითხვა, რაღაცა მდგომარეობა, რო დგა ხარ ხატების წინაშე ლოცულობ, ან შეიძლება იჯდე და ისე ლოცულობდე, ან შეიძლება ავად იყო წევხარ და ისე ლოცულობ. ანუ რაღაცა ტექსტს საუბრობ. და ჩვენ ძირითადად ახლა ასეა გამეფებული აზრი, რომ ესე იგი მე ვცხოვრობ ჩემთვის, მაგრამ ხანდახან მაგ დრო, როდესაც მე ვლოცულობ ღმერთს ვადიდებ, თორე ის მე ჩემი ცხოვრები ვცხოვრობ. აი ეს ასეთი მიდგომა ლოცვისადმი ეს ალბათ თავდაპირველი სტადიაა, რომ შენ ნელ-ნელა უნდა ისწავლო ლოცვა. ლოცვა ანუ ღმერთთან ურთიერთობა. ესე იგი, როდესაც ჩვენ ადამიანთან გვინდა ურთიერთობა, ვთქვათ შვილთან, მეუღლესთან, ახლობელთან, ჩვენ ვიწყებთ საუბრით, ხომ? და საუბარი არის ის, რომელითაც ჩვენ ვურთიერთობთ ზოგადად ადამიანები. და აი ასე ხდება ღმერთთანაც. ჩვენ ვიწყებთ ღმერთთან საუბრით. და რაღაცა ადამიანის ცხოვრების შეცვლა უნდა მოხდეს. ესე იგი, ლოცვა ეს არ არის მხოლოდ, როდესაც შენ მაგალითად დღეში 5 წუთი ან 10 წუთი ან რაღაცა დრო დადგები და ილოცებ. არა, ეს ნელ-ნელა უნდა გახდეს ის მდგომარეობა, როდესაც შენ და ღმერთი ერთი გახდებით. შენ გახდები ღმერთშემოსილი, ღვთის მადლის მატარებელი. აი ეს მდგომარეობაა ლოცვა და ჩვენ ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ლოცვა შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ეს იმ შემთხვევაში მამა ლუკა, როდესაც გააზრებული გვაქვს უკვე ის სიტყვები, რომლითაც მივმართავთ უფალს თავისთავად. და ზოგჯერ ადამიანები ასეც ამბობენ ხოლმე გვსმენია ალბათ და შეიძლება თქვენც ყოფილ ხართ ამის მომსწრე, რომ რატომ უნდა წავიკითხო ის ლოცვები, რომელიც დაწერილია სხვის მიერ? რატომ არ შემიძლია, რომ მე თავად მივმართო უფალს და ჩემი ლოცვა მქონდეს? ხო. ნუ ასე შეიძლება თქვათ, რომ ახლა ორჯერ 2 რო 4-ია, ეს ჩემი მიგნება არ არის, სხვისი მიგნებაა და მე მას ვსწავლობ და მე ბევრ რაღაცას ვსწავლობ კიდე გარდა ორჯერ 2-ისა და ეს არის გაკვალული გზა. და ჯობია გაკვალულ გზაზე იარო, ახლა მანქანა ჯობია დაგებულ გზაზე ატარო, ვიდრე ოღროჩოღროში იარო და ჩვენ ამას ავტომატურად ვაკეთებთ და იგივე არის ეს და ლოცვა მით უმეტეს. არ შეედრება მანქანის ტარებას ის სირთულე, რომელიც შეიძლება ლოცვის დროს ჩვენ დაგხვდეს. ამიტომ ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ ესე იგი პირველი ნაბიჯები სწორედ რომ გაკვალულ გზაზე უნდა გადავდგათ და მე შეიძლება საერთოდ ისეთ ადამიანად იქცე, ისეთ ძლიერ პიროვნება, რომ შენ თვითონ კვალო ის გაუვალი გზები და სხვისთვის გამოდგე გზად და ხიდად შენ თვითონ. და აი ლოცვა რაც აი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ლოცვა ეს არის ადამიანის ბუნებრივი თვისება. მაგალითად, აი იოანე კიბეას აღწერელი ამბობს, რომ თვალსო შენ მხედველობა რომ გაქვს, არავინ არ გასწავლა, რომ როგორ უნდა იყურებოდე. შენ ეს რაღაცა ჩადებულია შენში ბუნებრივად და შენ ამ ურთულეს პროცესს, რასაც ჰქვია მაგალითად ხედვა და ნივთების დაფიქსირება და ზოგადად ორიენტაცია ამ ქვეყანაზე თვალის საშუალებით შენ აკეთებ ბუნებრივად. გააჩნია შენ ამ ნიჭს როგორ გამოიყენებ, სიკეთეში გამოიყენებ თუ უკეთურებისკენ სავალ გზაზე გამოიყენებ ამ ნიჭს. ეს უკვე შენი გადაწყვეტილებაა, მაგრამ შენ სიტყვით არავინ არ გასწავლის, როგორ უნდა განახორციელო ის, რომ შენ იყუროს შენმა თვალებმა, რომ ხედვა გქონდეს.
ან ყნოსვა გქონდეს, ან სმენა გქონდეს, ეს რაღაცა ჩადებულია ჩვენში. აი ასევეა ჩვენში ჩადებული ლოცვის უნარი. ლოცვა, როგორც ვთქვით, ესე იგი თავისი ყველაზე ღრმა მნიშვნელობით ეს არ არის, ესე იგი რაღაცა სიტყვების თქმა. რაღაცა მიმართულებით, თუნდაც ღმერთის მიმართულებით. ეს არის მდგომარეობა და შენი მდგომარეობით უნდა იყო, ესე იგი, ლოცვით მდგომარეობაში მუდმივად. ანუ ღმერთთან. ანუ აი როგორც უძღებიშვილის იგავშია, მამის სახლში უნდა იყო შენ, მამის სახლში. სადაც ესე იგი მამა ზრუნავს ყველაფერზე. სადაც მას მრავალი ყავს ის მსახური, რომელიც შენ მოგემსახურება. შენ და მაგალითად მეც ახლა ან შენ როდესაც ცხოვრობთ, აი ჩვენ ბევრი რამე გვემსახურება ამ ქვეყანაზე. მათ შორის მზე, მთვარე, ანგელოზთა დასი და ჩვენ ზუსტად უნდა მივხვდეთ ამას და თუ ჩვენ ლოცვითი მდგომარეობა გვექნება, ჩვენ ვეწერებით რაღაცა სამყაროს, აი რაღაცა დიდ ერთობაში. სადაც სუფევს ჰარმონია, რომელსაც შეიძლება ჩვენ სიყვარული დავარქვათ, მშვიდობა დავარქვათ, ნეტარება დავარქვათ. იმიტომ რომ საოცრად დიდი ბედნიერება, როდესაც შენში არ არის შფოთი, არ არის ნერვიულობა, რომელსაც ყველაფერს ულოცველობა იწვევს. დიახ, მამა ლუკა, აი საინტერესოა დღევანდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით კითხოთ და ჩვენს თანამედროვე ადამიანებზე. სამწუხაროდ გამოდის ისე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ ვზრუნავთ ხორციელ საჭიროებებს. და ავიწყდება უფალთან მისვლა და თხოვნა, ეკლესიაში მისვლა, ლოცვა. რამდენად გვესმის დღეს თანამედროვე ადამიანებს ლოცვის მნიშვნელობა სწორად? ხო, არ გვესმის და როდესაც მიხვდები ამაზე დიდი ბედნიერება უბრალოდ არ არსებობს. ნუ ამ ქვეყანაზე ხო შეიძლება რაღაცა დიდი სიკეთე იყოს, მაგალითად მე მიყვარდა ტკბილის ჭამა ძალიან და აი ეს პროცესი ჩემთვის იყო დიდი ბედნიერება. ეხლა საერთოდ არ ვჭამ ამ ტკბილს, იმიტომ რომ უკიდურესად და უკიდურეს დაავადებებთან მიმიყვანა, უკიდურეს დაავადებებთან, რომელიც იმის იქეთ რო არაფერი არ არის. და იმის იქეთ რომ ფიზიკური სხეული იღუპება და თურმე ეს ესე იგი კმაყოფილება და ეს სიამოვნება დამღუპელია ჩემი ორგანიზმისთვის, მაგრამ ლოცვა ეს არის ამაზე უბრალოდ ამაზე დიდი ბედნიერება რო არ არსებობს, აი ეს არის. იმიტომ რომ ლოცვით შენ ღმერთთან ამყარებ კავშირს. მაგალითად ადამიანი რომელიც გიყვარს შენ და ის შენი მეგობარია, შენ მასთან ურთიერთობა კი არა, მისი დანახვაც კი გახარებს, მისი სახელის ხსენებაც კი გახარებს. და წარმოვიდგინოთ თუ ღმერთი გიყვარს, ესე იგი მასთან ურთიერთობა კი არა, მისი სახელის ხსენებაც კი შენს გულს ახარებს. ამიტომ ადამიანმა აი სიხარული არ უნდა მოაკლოს თავის თავს. ნუ ეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად ილია ჭავჭავაძემ საოცარი რამ თქვა ლუარსაბ თათქარიძეში. აღვიწერა ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრება და მე ერთგან ამბობს რომ ესე იგი მისი სული კი, მათი სული კი აღვიწერა რომ ისინი მარტო ფიზიკურ ცხოვრებაზე ფიქრობენ. და ამ ქვეყნიური არის მათი აზრებიც და ყველაფერი და მათი სული იყო მათ ქონებშიო დაკარგულიო. ეს იგი ქონებში დაიკარგაო სულიო. და ხა ქონებში დაიკარგება, სამსახურში დაიკარგება, სიამოვნებაში დაიკარგება, რაღაცა აი სიამოვნებებში თუ სიამოვნებები თუ ჩვენ პირველ ადგილას დავაყენეთ, აუცილებლად დაეგვეკარგება სული. და კაცი პატივსაშინა იყო, ანუ ღმერთივით იყო, ესე იგი, როგორ თქვათ, აი ღმერთმა ისეთი რამ მოგცა, რომელსაც ვერც წარმოიდგენს ადამიანი. ესე იგი, რაც თვითონ აქვს ღმერთს, ყველაფერი მოგცა ჩვენ. ყველაფერი, აი არაფერი არ დაუკლია. ერთადერთი სხვაობა, როგორც იოანე დამასკელი ამბობს, ეს არის ღმერთი არის უბრალოდ შემოქმედი და დამბადებელი და დაუბადებელი თვითონ და ყველაფრის დამბადებელი. ჩვენ უბრალოდ დაბადებული ვართ და დანარჩენით ყველაფრით ღმერთს უნდა მივემსგავსოთ და აი ეს სრულყოფილი მდგომარეობაა მოსალოდნელი და ამას ყველაზე მეტი ყურადღება ჭირდება, იმიტომ რომ ეს გრძელდება, ანუ ღმერთთან ერთობა გაგრძელდება არა 1 წელი, 10 წელი, ანდათ 100 წელი, არამედ მარადიულად, დაუსრულებლად. საუკუნოდ და ეს ისეთი ბედნიერება, რომელზეც ღირს ადამიანი ღირს კი არა, ცხოვრებისეულად უღირს, რომ ყურადღება ამისკენ გადაიტანოს და დანარჩენი მოიპოვეთო სასუფეველიო და
ყოველივე შეგეძინება თუ ამბობს უფალი. ამ ქვეყანაზეც მაგალითად ნებისმიერი დადებითი პროფესია რო ავიღოთ, რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან ადამიანი, რაც უფრო სიხარულით სავსეა, რაც უფრო ფსიქოლოგიური პრობლემები მას არ აქვს, აი უფრო ძლიერია ნებისმიერ პროფესიაში. და ნებისმიერ მდგომარეობაში შეგვიძლია რომ უფალთან ურთიერთობოთ, ხო ამის საშუალებას გვაძლევს ეს სხვადასხვა ლოცვები, სინანულის, მადლიერების, დედის ლოცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისათვის, ხო, სავედრებელი ლოცვა, ასევე ლოცვა, რომელიც ჩვენი სულის მაჭირვებლებისთვის არის და ლოცვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია რომ შევიყვაროთ ის ადამიანი სწორედ და მისთვის, როდესაც ლოცულობ, შესაბამისად თუ არ შეგიყვარდა, ყოველ შემთხვევაში პატიების უნარი მაინც გიმუშავდება და შენც მოწყალე ხდები თავისთავად, ხომ, რაც შენივე სულისთვის არის პირველ რიგში თავისთავად კარგი. ამ ლოცვების მრავალფეროვნებაზეც რომ გვესაუბროთ, მამა ლუკა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სხვადასხვა სახის ლოცვები და რამდენად ხშირად უნდა აღავლინოს ადამიანმა? ლოცვები მრავალფეროვანია, იმიტომ რომ ადამიანთა პრობლემებია მრავალფეროვანი. და სხვადასხვა შეიძლება განსაცდელი მქონდეს განსაცდელი მქონდეს ახლობელს, განსაცდელი მქონდეს სამშობლოს, განსაცდელი მქონდეს შეიძლება სამყაროს, დედამიწას და ჩვენ უნდა დადებითად მოქმედებდეთ დედამიწაზეც კი და ესე იგი მაგალითად თუ აი ვთქვათ ჩვენ სადაც ცხოვრობთ ამის მოპირდაპირე მხარეს დედამიწაზე რაღაცა პრობლემა, ეს არ ნიშნავს რომ ის ჩემი პრობლემა არ არის. მე მაქვს საოცარი უნარი, რომ ესე იგი ზემოქმედება დადებითი მოვახდინო მასზე. მაგრამ თუ მე ესე იგი ლოცვა არ მექნება, თუ მე ღმერთთან კავშირი არ მექნება, მე ძალიან დავპატარავდები, აი პლასმასის ბოთლს რომ დუღარე წყალს დაასხამენ და რომ დაპატარავდებო და ესე იგი წარმოუდგენლად პატარა ფორმას მიიღებს და უსახურ ფორმას. აი რაღაცა ასე ხდება ადამიანი, მე პატარავდება და მარტო თავის პრობლემებზე ფიქრობს. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი არის ჩაკეტილი თავის პრობლემებში. აი როგორც იტყვიან, ადამიანი თვითონ იგონებს, გისოსებს, რომ კარგ ციხეში ჩაჯდეს, ასე ვთქვათ და აი ამ გისოსებში აღქცევს თავის თავს. ეს გისოსები არის ჩვენი თვისებები. ცუდი თვისებები, რომელიც ჩვენ ესე იგი ბლოკავს და არ გვაძლევს გასაქანს. მაგრამ თქვათ ჩვენ ვართ რაღაცა მოქცეული რაღაცა ჩაკეტილ წრეში, ხომ? აი იქედან რომ გამოვიდეთ, ამისათვის საჭიროა სხვადასხვანაირი ლოცვა, დიდება ღვთისა და ზოგადად უნდა მივეჩვიოთ ურთიერთობას ღმერთთან. თავიდან, როდესაც მიჩვეული ხარ ცოდვებში ცხოვრებას, ლოცვა რაღაცა თითქოს თავს ძალა უნდა დაატანო. იმიტომ რომ შენ მიჩვეული ხარ სხვას და უნდა გადაეჩვიო იმ სხვას და მიეჩვიო სიკეთეს. ამიტომ ესე იგი ლოცვა სხვადასხვა შემთხვევაში აი პრობლემებში ჩანს როგორც გზახსნისა, როდესაც შენ გამოგიხსნის ის, გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან, შენ რაღაცა სხვანაირ ესე იგი პრობლემა გქონდა, სიმძიმე გქონდა, აი სიხარული გექნება. სიმძიმე გქონდა, რაღაც სიმსუბუქეს იგრძნობ, რაღაცა გარდაუვალი პრობლემას გრძნობდი, აი პრობლემა მაგიარა საერთოდ გვერდით. როგორც შენ, ისე იმისთვისაც, ვისთვისაც შენ ილოცებ. ამიტომ ლოცვა ეს უბრალოდ აი რამდენნაირი პრობლემაც არის, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ იმდენნაირი ლოცვა შეიძლება არსებობდეს. ლოცვა თავისი არსით ერთია, შენი კავშირი ღმერთთან. აი მაგალითად როგორც პეტრე და მოციქულები ერთხელ ზღვაზე, ტბაზე, ესე იგი ღელვაში, დიდ ღელვაში მოყვნენ. და ამ დროს ნახეს, რომ უფალი მოდის ფეხით მოდის ამ ზღვაზე, წყალზე. და პეტრე აღფრთოვანებული იყო და საერთოდ პეტრე განსაკუთრებული პიროვნებაა და ისეთ დამოკიდებულებას ავლენს ღმერთის მიმართ და აი ქრისტე რო დაინახა, კი არ გაოცდა, უფალო მიბრძანე ორმეც გადმოვიდეო შენთანო და უფალი ეუბნება რომ მოდიო და პეტრე თავის ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა და არც არავისგან არ გაუგია და არც არავის გაუკეთებია, ისეთი რამე გააკეთა ღმერთზე მინდობით. გადავიდა ნავიდან და მიდიოდა ღმერთისაკენ. მაგრამ როგორც კი ამ ღელვა იგრძნო თუ რაღაცა მცირედ მორწმუნეობა მას შეეხო, რომ მე რას ვაკეთებ, რასაც ღმერთი აკეთებს, იმას ვაკეთებ მე. არა, მე ხო ადამიანი ვარ და დაიწყო ჩაძირვა.
და ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებთ ჩაძირვას ჩვენს პრობლემებში, თუ ღმერთისკენ არ გავიწვდით ხელს, თუ ღმერთისკენ არ ვივლით, ჩვენ აუცილებლად ღელვაში ვიქნებით და ჩავიძირებით საბოლოო ჯამში. და მაგალითად ზღვას შეუძლია მილიარდობით ადამიანი ისე შთანთქას, რომ არაფერი არ შეეტყობა და პრობლემებიც ასეა. ამ უამრავ პრობლემებს ისე შეუძლია ადამიანის შთანთქვა და ისე დაპატარავება და ისე მიგდება სადღაც, რომ არაფერი არ შეეტყობა ამ ქვეყანას, მაგრამ აი თუ მიდიხარ ღმერთისკენ, შენ შეგიძლია საოცარი რამე გააკეთო, გადაიარო პრობლემებზე. აი ზუსტად ეს არის ლოცვა. ამიტომ იყო რომ ბრძოლის წინ დილას, საღამოს, მეფეები, წინასწარმეტყველები, მეომრები ყველა ლოცვით იყვნენ. ეს ლოცვა არის ყოველთვის საჭირო. მასინ როდესაც აი ჭას რო თხრიდა ადამიანი წყლის მოსაპოვებლად, ან ბოსტანს თესავდა, ამის დროსაც კი არის, ამის წინაც კი არის საჭირო. მოსავალს რომ მოიმკი, ვენახს რო დაკრიფავდა, ღვინის წურვას ამ დროსაც ლოცვა და უძღოდეს. ყველაფერს ლოცვა. იმიტომ რომ ჩვენ და ღმერთ შორის სხვაობა არ უნდა იყოს. არ შეიძლება რომ ადამიანს ჰქონდეს პრობლემები. არ შეიძლება. ჩვენ ხო ვგრძნობთ, ყველანი ვგრძნობთ. გინდა მორწმუნო იყავი, გინდა ურწმუნო, ყველანი ვგრძნობთ რომ პრობლემა ეს არის ჩემთვის შეუფერებელი. აი ჩვენ უნდა ვიპოვოთ პრობლემის ლოგიკა, საიდან მოდის, როგორ მოდის, მივატოვოთ ის და დავიწყოთ უბრალოდ სიხარულით სავსე ცხოვრება. და ეს შეგვიძლია და ეს არის ლოცვის არსი, ქრისტიანობის არსი და რომ ვთქვათ, ქრისტემ რა მოიტანა ლოცვა, ესე იგი გვაჩვენა როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა ღმერთთან, რომ ჩვენ რაღაცა ახლა პრობლემა კი არ გადავიტანოთ. არა, ესე იგი ადამიანი პრობლემებთან მებრძოლი ვიღაცა კი არ არის. ადამიანის სიხარულით სავსე პიროვნება უნდა იყოს. ღმერთივით სრულყოფილი, ღვთისმიერი და დიდებული. დიახ. მამა ლუკა, ცხადია მადლიერების გრძნობას რომ განსაკუთრებული ძალა და ფასი აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში შევთხოვთ უფალს რომ მოგვარდეს ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემა, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი ქვეყნის გაჭირვებაზე შევთხოვთ რომ გამოსწორდეს ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობა და საბოლოო ჯამში როდესაც ღმერთი ამ ნატრას და სრულს აგვისრულებს, გვავიწყდება რომ მადლიერება გამოვხატოთ უფლის მიმართ. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მადლიერების გამოხატვას და რატომ ხდება ისე რომ სამწუხაროდ გვავიწყდება ხოლმე ეს? ხო, ეს არის უკეთური მდგომარეობა. ეს უკეთური მდგომარეობა მე შეიძლება დაუშვა ჩემ თავში. მაგრამ მე არ უნდა დაუშვა უკეთური მდგომარეობა ჩემს თავში. იმიტომ რომ ღმერთი ხო არაფერს არ ითხოვს. მეო არც ცხვარი მჭირდებაო და არც ხბო და არც ვერძიო, მეო არ მშიაო და თუ მომშივდებაო, შენ არ გთხოვო საჭმელს, ამბობს ღმერთი დავითის პირით ერთ-ერთ ფსალმუნში და მართლაც ესეა, ხა ღმერთს რა უნდა ჭირდებოდეს ჩემგან. იგივე ადამიანს მაგალითად არის ძლიერი პიროვნება, მაგალითად ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება, მაგალითად მას შეუძლია აქვს ეს ნიჭი, რომ ის მთელი გულით მოგესალმოს შენ. და რა სიტყავს ახლა ის შენგან მის სანაცვლოდ განა რაიმეს გამოგემს, ესე იგი თუ შენ იმიტომ გესალმება ასე გულით რომ შენგან რაღაცა მატერიალურს მოელის, ეს უკეთურებაა. მაგრამ თუ ის ისე გესალმება რომ ეს მისი გულიდან მოდის, ის არაფერს არ ითხოვს შენგან, უბრალოდ ერთს ითხოვს რომ შენც რაღაცა სიხარული გისურვო, შენც რო სიხარული უსურვო. ნუ ეს გვესმის ქართველებს და ნებისმიერ ადამიანს ესმის ეს რომ ესე იგი ადამიანი, ქველმოქმედი ადამიანი სიკეთეს ელოდება სანაცვლოდ, სიხარულს ელოდება სანაცვლოდ. კეთილი ადამიანს ბედნიერებად რა მიაჩნია, იცით, შენ რო გაგახარებს, შენ რომ გაგახარებს. შენ რომ გიხარია, აი პრობლემაში იყავი და რომ გიხარია, აი ეს არის მისი სიხარული. და ღმერთიც ესეა, რა თქმა უნდა. მას საოცრად უხარია, როდესაც ჩვენ გვიხარია. ამიტომ აი რაღაც ესე უნდა გქნათ და როდესაც გიხარია, შენ რა თქმა უნდა, ყველას მიმართ ირგვლივ და მით უმეტეს ვინც შენ დიდი სიკეთე მოგცა, იმის მიმართ ავლენ ასევე დიდ სიხარულს. აი თუ ჩვენ სიყვარულით ავივსებით და სიხარულით და უკეთურებას არ დაუშვებთ, ჩვენ ამას ავტომატურად გავაკეთებთ. მაგრამ როდესაც ესე იგი 10 კეთროვანი მივიდა უფალთა და 10-დან 10-ვე განიკურნა, მაგრამ მარტო ერთი დაბრუნდა უკან და მადლობა შესწირა ღმერთს.
და ის 9 სად არიანო იკითხა უფალმა და ის 9 თურმე ღმერთთან ურთიერთობაში იმ 9-ს საკუთარი სურვილების ასრულება უნდოდა თორე ღმერთი კი არ ყვარებია ღმერთი იცოდა რომ ღმერთს შეეძლო რომ ჩემი პრობლემა მოიხსნა და ამიტომ გამოვიყენე ღმერთი და ეს უკეთურებაა ნამდვილად უკეთურებაა ხა მეორეჯერ რა პირით უნდა მივიდე ხა ეს ქვეყანა თქვა კეთრი შემეყარა და გამკურნა ღმერთმა მაგრამ კი გავიკურნე და მივატოვე ღმერთი მაგრამ სავარაუდოდ კეთრი შეიძლება არ შემაყაროს მაგრამ სხვა დაავადება ხო მე რა პირით უნდა მივიდე ღმერთთან მაგრამ მაინც პოულო პირს და ნიღავს და მაინც მივდივარ მე ღმერთთან იმიტომ რომ ღმერთი მოწყალია კი ბატონო მეორეჯერაც შეგეწევა მესამეჯერაც და მეათეჯერაც მაგრამ შენ განსაზღვრე შენ რა შეგიძლია ღმერთის წინაშე აკეთო თუ მე რამე შემიძლია ეს არის დიდება ღვთისა ლოცვაზე სამადლობელო ლოცვაზე უფრო დიდ მადლიერებას ადამიანი ვერ გამოავლენს აი მე რო ტაძრები ვაშენო და ღმერთს არ ვადიდებდე მე რომ ესე იგი ყოველდღე ცხარი შევწირო ღმერთს და ღმერთს არ ვადიდებდე ეს არაფერია რაში ჭირდება ეს ღმერთს აი მე რომ მთელი გულით ყოველდღიურად რომ მქონდეს ღმერთთან კავშირი და საბოლოო ჯამში ღმერთთან ერთად ვიცხოვრო აი ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება რომელიც წყურია ღმერთს და რომელიც ჭირდება ღმერთს რომელიც ღმერთს არ აქვს ერთი წმინდანი ამბობს რომ შენ გაინტერესებსო რა შეგიძლიაო მისცე ღმერთს რომელსაც ის არა აქვსო ღმერთს ყველაფერი აქვს ვიცით მაგრამ არის რაღაცა რომელიც მას არ აქვს და რომელიც შეიძლება მას შენ მისცე და ეს არის შენი გულიო თუ შენ გულს დაუთმობ ღმერთს ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი მისთვის მირთმეული და ანარჩენის შეძლებას თვითონ ღმერთი მოგცემს განა თვითონ ღმერთი არ იძლევა ყველაფერს ღმერთი იძლევა რომ დაუფიქრდეთ და ბუნებრივია ამ ქვეყნიური ცხოვრების მარწუხებიდან ადამიანმა თავი უნდა დაახწიოს არ უნდა შეკრას ხაფანგში არ უნდა მოაქციოს ამ ქვეყანამ და ადამიანი რაღაცა ესე იგი ზღვაში კი არ უნდა იძირებოდეს და კი არ უნდა იხრჩობოდეს პრობლემებში კი არ უნდა იხრჩობოდეს ადამიანი არამედ პრობლემებზე ზევიდან უნდა დადიოდეს აი სულიერი მნიშვნელობა წმინდანების ესე იგი წყალზე სიარულისა სწორედ ეს არის რომ ისინი უკვე აღარ ექვემდებარებიან ამ ქვეყნიურ ფიზიკურ ესე იგი კანონებს და არც ამ ქვეყნიურ ლოგიკას რომ ადამიანმა პრობლემებში უნდა იცხოვროს და ზოგადად ესე წარმოდგენილია აი ბავშვობიდან მე ამას ვხედავ რომ ადამიანთა უმრავლესობას გონია რომ ეს ცხოვრება არის პრობლემებთან ბრძოლა ან მზადება პრობლემებთან შესახვედრად ან ზოგადად მოულოდნელი არ არის თუ რაღაცა პრობლემა მოვა არა და არა ცხოვრება უბრალოდ სიხარულისთვის არის მოცემული. მამალკა 2 წუთი გვჭირდება დაახლოებით იმისათვის რომ ჩვენ საუბარი დავასრულოთ და არ შეიძლება არ ვახსენოთ შვიდგზის ლოცვა მისი მნიშვნელობის შესახებ არ ვისაუბროთ მისი უწმინდესობის მადლიერები ვართ ყველა რა თქმა უნდა რომ მისი ძალისხმევით და მისი სურვილით აღდგა შვიდგზის ლოცვა და თავადაც ერთ-ერთ დიდ მიღწევად მიიჩნევს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მის უწმინდესობას ამისათვის და რა მნიშვნელობა აქვს შვიდგზის ლოცვას ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ და ერის გაერთიანება სამ დროს. კი, შვიდგზის დღესაშინა გაქებდე შენ უფალო და ესე იგი რაღაცნაირად მადლობა ღმერთს რომ პატრიარქმა ესე იგი ეს კურთხევა მოიღო ღვთისგან და დამკვიდრდა ჩვენს ერში რომ აი ამ დროს ვერთიანდებით ჩვენ ამ ლოცვაში და საბოლოო ჯამში ჩვენ ვსწავლობთ ღმერთთან ურთიერთობას მაგრამ დილა საღამოს ლოცვის შემდგომი სტადია ალბათ შვიდგზის ლოცვა მერე იესოს ლოცვა მერე საბოლოო მიზანი ჩვენი უნდა იყოს რომ როგორც მოციქული პავლე ამბობს რომ მარადის ილოცვიდეთ მუდმივად ესე იგი ღმერთთან ურთიერთობა იქონიათ მუდმივად და მუდმივად შეიძლება ადამიანმა ილოცოს ლოცვა მარტო ის კი არ არის რომ დგავარ მე ეკლესიაში და ლოცვას ვისმენ ან დგავარ სახლში და ვლოცულობ საიდუმლო ლოცვა ქვია ამას როცა შენ მარტო ლოცულობ ეს კი არ არის მარტო ლოცვა აი ლოცვითი განწყობა აღფრთოვანებულობა, სიხარული, სიკეთე, ეს შენ მთელი დღის მანძილზე უნდა გქონდეს. შენ თუ არ ეცადე რომ სუფთა გქონდეს ხელი თავისით სუფთა არ იქნება, ვიღაცამ უნდა იზრუნოს მასზე. თუ სამოსი გინდა სუფთა იყოს, ამაზეც უნდა იზრუნო და აი თუ გვინდა რომ ჩვენში იყოს მუდმივი სიხარული, უნდა მივეჩვიოთ მუდმივ ლოცვას.
და სანამ მუდმივ ლოცვას მიაჩვევი, მანამდე არის ის ლოცვები, რომელიც აი ეკლესიის კურთხევით, პატრიარქის კურთხევით ჩვენ გვაქვს და ვსწავლობთ. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა ჩვენთან მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ლოცვის შესახებ საუბრობდით და ახლა სწორედ ლოცვის დროა ჩვენს ეთერში, ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთა შინომეცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო.
ალილუია, 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 დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. როგორც დაგვირდით საგიბრუნდის სტუმართან ერთად და საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, რა გავლენას ახდენს და როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე მულტფილმები. მოგეხსენებათ ბავშვის განვითარება, შემეცნებით ემოციური და დამოუკიდებელი უნარების ხელშეწყობა მშობლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. თუ რა როლს თამაშობს და როგორ აისახება მულტფილმები ჩვენს შვილებზე, ამ ყველაფერზე სასაუბროთ შემოგვერთდა ფსიქოლოგი თიკოსახლის დამფუძნებელი ქალბატონი თინა თინზენაიშვილი. დილომშვიდობის ქალბატონი. დილომშვიდობისა. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. როგორც უკვე ვუთხარით ჩვენს მაყურებელს, მულტფილმების შესახებ უნდა ვისაუბროთ, ანიმაციის შესახებ. დღევანდელ დღეს მით უმეტეს საკმაოდ მიუწვდებათ ხელი ბავშვებს, რომ სხვადასხვა სოციალური ქსელი იქნება ეს თუ სხვადასხვა სატელევიზიო არხები, გადაცემები, რომ თვალი ადევნონ ამა თუ იმ მულტფილმებს, ანიმაციას, ანიმეს სახით მოწოდებულ სხვადასხვა ვარიაციებს. ეს რამდენად დამაზიანებელია ბავშვისთვის, რამდენად არის სწორი, როდესაც მშობელი აძლევს ნებას, რომ მარტო დარჩეს ამ მულტფილმებთან ყურებისას და საჭიროა თუ არა, რომ ჯერ მშობელმა ნახოს ის მულტფილმი, კარგად გააკონტროლოს, გაანალიზოს თუ რა არის მასში მოცემული და შემდგომ მოხდეს უკვე ამ მულტფილმის წარდგენა ბავშვისთვის. აი როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს? მოგესალმებით, მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესო თემა, ძალიან ფართო თემა და ასე შევეცდები ამ მოკლედ დროში რაღაცნაირად მთავარი აქცენტები დავსვათ, ხო? თქვენ თქვით, რომ მშობლის მთავარი ფუნქცია არის ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, ხო? და ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა არ იწყება მისი მულტფილმებთან ურთიერთობით. ეს არ არის განმავითარებელი. ჩვენ უნდა განმიჯნოთ, რომელ ასაკში შეიძლება ჩავთვალოთ განმავითარებლად და რომელ ასაკში არის კატეგორიულად დაუშვებელი მისი ესე მარტივად მისაწვდომი ყოფნა ბავშვისთვის, ხო? ნებისმიერი მოწყობილობის, იქნება ტელევიზორი, ტელეფონი თუ ასე შემდეგ. დღეს უკვე ფართოა ძალიან კვლევები და რაც უფრო ბევრი კვლევა ტარდება, უფრო ბევრი მინუსი უფრო ჩნდება, ვიდრე მისი დადებითი მხარეები, ხო? და განსაკუთრებით ბოლო კვლევებში ვკითხულობთ, რომ 0-დან 3 წლამდე, ადრე 2 წლამდე პერიოდს მოიაზრებდნენ, ეხლა უკვე 3 წლამდე კატეგორიულად დაუშვებულია ნებისმიერი ურთიერთობა. თუნდაც ერთი წუთი გატარებული ნებისმიერ მოწყობილობასთან, ხო? 3 წლამდე ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. 3 წლის ზევით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ იქაც გარკვეული დროით ჩარჩოში მოქცევა. ასე რომ ჩვენ რომ გვეკითხებიან, როდის დავაწყებინოთ ბავშვებს მულტფილმების ყურება, ვეუბნებით, რაც უფრო გვიან უკეთესი და დროის ხანგრძლივობა, რაც უფრო მცირე იქნება ეს დრო გატარებული მულტფილმთან, მით უკეთესი. მულტფილმის ერთ სახელში მოვიაზრებ ბევრ რამეს, ხო, ეს არ არის მხოლოდ მულტფილმზე საუბარი. დიახ, რასაც უყურებს, არა მარტო მულტფილმებს უყურებდნენ, YouTube-ში იმდენად თავისუფლად არის წვდომა ნებისმიერ შინაარსის ვიდეოებთან და მოკლე ვიდეოებთან, იმიტომ რომ ამის გაკონტროლება საკმაოდ რთული ხდება მშობლისთვის.
და აღნიშნოთ რატომ 0-დან 3 წლამდე რატომ არის კატეგორიულად დაუშვებელი. თქვენ იცით რომ ბავშვის და ტვინი ახალდაბადებულის თავისი მოცულობის, თლიანი ადამიანის ტვინის მოცულობის მხოლოდ მცირე პროცენტია ხო თავიდან და ის უკვე ნახეთ 3 წლამდე ასაკში თითქმის 80-90%-ს აღწევს. ესე იგი ბავშვის ტვინის განვითარება საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს 3 წლამდე ასაკში. საოცარი სისწრაფით და ტვინის განვითარება სჭირდება მოძრაობა. სჭირდება შეხება, შემეცნებით ვითარდება ბავშვი. შემეცნება ხდება აუცილებლად უშუალო კონტაქტი, ემპირიული გამოცდილებებზე დაყნობით უნდა შეაგროვოს მან გამოცდილება. ნებისმიერი გამოცდილება, რაც მოდის ნებისმიერი გამოწვევის გადამუშავება და ეს პატარ-პატარა გამოწვევები გროვდება მის ტვინში, ასე ვთქვათ, აი მარჯვენა ნახევარსფერო შეაგროვებს ამ გამოცდილებებს და მარცხენაში ასე ჩააწყობს ერთგვარი აი ფაილების სახით შემოინახავს, ხო? რაც უფრო მდიდარია ეს გამოცდილება, მით უფრო განვითარებული იქნება მისი ტვინი. ესე იგი, მით უფრო მეტი შინაარსი, მით უფრო მეტი გამოცდილება დევს ტვინში. ასე ვთქვათ, ნახეთ, ჩვენ ვიბადებით ნეირონული უჯრედების უთვალავი, უმამრავი რაოდენობით, ხო? და ნეირონებმა ერთმანეთთან კავშირი თუ არ დაამყარეს, ისინი იღუპებიან, ხო? და ის კავშირების დამყარება ხდება სწორედ ასე, მოძრაობით. უმოძრაობაში ბავშვი ტვინი ვერ ვითარდება, უბრალოდ უმოძრაო და უშუალო კონტაქტის გარეშე და თუ ჩვენ ამ პერიოდამდე ბავშვს დავტოვებთ მხოლოდ მულტფილმის ანაბარა და გავიმართლებთ თავს იმითით, რომ განმავითარებელ მულტფილმს უყურებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ. ენას აითვისებს, თქვათ, ან მუსიკალურად განვითარდება, ან თქვათ, არ არსებობს 3 წლის ასაკამდე განმავითარებელი მულტფილმი. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, ხო? კი ძალიან უჭირთ მშობლებს ამის გათავისება და გაგება, თუმცა დღეს იმდენად დიდია უკვე ინფორმაცია ამის შესახებ, უკვე აღარ ებადიება მშობელს თქვას, რომ იცი რამე არ ვიცოდი. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებთ, აი მე პირადად ვეუბნები, იცით რომ ვარ ერთ-ერთი ბავშვთა განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, ძალიან მზარდია რაოდენობა 3 წლამდე ბავშვებს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად იზრდება რიცხვი განვითარების ეტაპების დაყოვნებით ბავშვები და ძირითად შემთხვევაში აქ არ არის დიაგნოზებზე საუბარი. აქ არის შეფერხებული განვითარება, რაც გამოიწვია სწორედ მულტფილმებთან უკონტროლო ყოფნამ ამ ბავშვების, ხო? და ეს შემდგომში ძალიან რთულად აისახება ამ ბავშვებზე. იმის დაძლევა, რაც უკვე გაფუჭდა, ძალიან რთულია. რა სირთულეებზე შეიძლება ვისაუბროთ ქავტანცეთინ, როდესაც ბავშვი თქვათ ესე უკონტროლო მდგომარეობაშია და თავისუფალი წვდომა აქვს, თქვათ, ხო, იმიტომ რომ მულტფილმის სხვადასხვა სახეობა არსებობს, შეიძლება საბოლოო ჯამში ვთქვათ კეთილმას ძლივოს ბოროტს, მაგრამ მთელი მულტფილმის განმავლობაში აგრესია იყოს გამოხატული, თქვათ. აი აგრესიული მულტფილმები, რომლებიც ესე მრავლად არის ხელმისაწვდომი, რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და საბოლოო ეს დალექილი მიღებული ეს ემოციები მასში ზრდასრულობაში თუ გამოვლინდება შემდგომ. რა თქმა უნდა გამოვლინდება და მე ვთქვი რომ ბავშვის განვითარებაზე ყველაფერი ახდენს გავლენას, განსაკუთრებით ის გარემო და ის შინაარსები, ხო, რასაც ის განიცდის და აი მულტფილმიდან მოწოდებული შინაარსების გადამუშავება მისთვის ძალიან რთულია. ნახეთ, ტემპი სხვანაირია, ძალიან სწრაფია, ძალიან მკვეთრი ფერებია და აი ესეთი რეალობაში ხომ არ გვაქვს ასეთი სისწრაფე, ასეთი ტემპი, ასეთი რიტმი ხომ არ არის ჩვენი განვითარების. გაცილებით უკეთესია, ისევ რომ მეუბრუნდეთ 3 წლამდე ასაკს, უკეთესია უკითხოთ ზღაპარი, რაც შეიძლება ლამაზი ილუსტრაციებით, ის უფრო იქნება განმავითარებელი, ვიდრე მულტფილმებთან დატოვება ბავშვის მარტო. იმიტომ რომ იმ ზღაპართან შეიძლება იყოს გარკვეული აგრესია გამოვლენილი, ხო? კი ბატონო, სიუჟეტი შეიძლება იყოს ჩვენთვის დიდებისთვის ცოტა რთულად, მძაფრად აღსაქმელი, მაგრამ ბავშვი ამას ასე არ განიცდის, მით უმეტეს იქ ჩვენ ვართ მის გვერდით, მარტო არ არის დატოვებული. იმას აქში ასე მძაფრად არ აღიქვავს და იქ უყურებს ნახატებს, აკვირდება, თუ რამე ვერ გაეგო, გაჩერდება. თქვენ თუ დაკვირვა უკითხავთ პატარას, ხო, აი რამდენჯერ რამდენი ხნით უყურებს სურათს, ილუსტრაციებს განსაკუთრებით და ეს
ძალიან მნიშვნელოვანი ამას აქ იყოს ზღაპარი, იყოს ბევრი, იყოს თამაში ბავშვთან გატარებული ძალიან დიდი დრო მშობლის ან უფროსის ნებისმიერს არ აქვს ამას მნიშვნელობა თუ მშობელი დაკავებულია, ნუ ვიღაცა ხომ არის ბავშვთან იმისი თამაშით გატარებული დრო და არა ბავშვი დატოვებული მულტფილმებთან მარტო. ჯერ ერთი მისი ძვალსახსროვანი სისტემაც არ არის მზად, რომ ესე უმოძრაო მდგომარეობაში იჯდეს დიდი ხნით და იმხელა ხიბლი აქვს ამას, ძალიან რთული ხდება შემდეგ გაკონტროლება. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ გარკვეულწილად რაღაცნაირად ძიძები ჩაანაცვლა თითქოს, ხო? თითქოს დამამშვიდებელი გახდა ბავშვისთვის მულტფილმი. იტირა, მივეცით რაღაცა გავაჩუმეთ, შია არ ჭამს, ამით დავსვით, ვაყურებინებთ რაღაცას, ვაჭმევ და აი ესე ნებისმიერ სტუმრად მივდივართ, რომ არ შეგვიშალოს ხელი და არ დასვას კითხვები ან რაღაცა. ისევ დააჭერინებენ მულტფილმს რაღაცას ჩაურთავენ, ამას აყურებენ და აი ამას ვამბობ. აი ესენი გრძელვადიანად მე ძალიან დიდ გართულებას როგორ უნდა გაუმკლავდეთ, თქვათ, იგივე იმ გაჭერებთან ურთიერთობას, თქვათ, უკვე შეიძლება 3 წელს ზემოთ არიან, თქვათ, ბავშვები, ეს გარკვეული პერიოდი უკვე გავლილია, მიჯაჭვული ხდება ამ გაჯეტებს. ახლა მთავარი კითხვა არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მშობელი ამ ყველაფერს, რომ არ იყოს მისთვის ეს საზიანო, იმიტომ რომ ამ გაჯეტებთან განშორება ზოგ შემთხვევაში საკმაოდ დიდ ემოციებთან არის ხოლმე დაკავშირებული და შეიძლება ისტერიულ მდგომარეობამდე კი მივიდეს ზოგჯერ ბავშვი. ბატონო, მე ვახსენე სოფო გაფუჭებული საქმის გამოსწორება შეიძლება უკვე გაცილებით რთული ხდება, მით უმეტეს ჩვენ თავაზობთ ისეთ სამყაროს, რისგანაც გამოყარდა მისი ალტერნატივის შეთავაზება, მერე უკვე საკმაოდ რთული ხდება, ხო? და ამიტომ ჯობია, რომ 3 წლამდე საერთოდ არ ქონდეს სტომა და 3 წლის შემდეგ უკვე როგორც ჩვენი დამხმარე ვაქციოთ, აუცილებლად ვაკონტროლოთ შინაარსები. აუცილებლად ვაქციოთ დამხმარეთ რა შემთხვევაში თუ რაიმე ჩვევის, რაიმე უნარის გამომუშავებაზე მუშაობთ, მოვძებნოთ შესაბამისი შინაარსის მულტფილმი და ჩვენთან ერთად, ჩვენი მეგზურობით, მარტო კი არ დავტოვოთ, ჩვენ აუცილებლად ვიყოთ მის გვერდით, რომ იქ სწორი აქცენტები დავსვათ და სწორედ ის თვისებებზე ისინი წამოვწიოთ წინ, რისი გამომუშავება დავუშვათ ბავშვი გვინდა. არის ძალიან ბევრი მართლა შემეცნებითი ნამდვილად არის უბრალოდ შინაარსის გაკონტროლება მშობლის მიერ ისევ აუცილებელი ხდება, იმიტომ რომ ბავშვი რეალობას აი ესე იღებს პირდაპირ, ამიტომ ის იმ მოდელებით წავა, რა მოდელებით შეითვისა ამ ანიმები იქნება, მულტფილმი იქნება, ვიდეოები თუ სხვა რამე, ხო? ამიტომ ჯობია ჩვენ ვიყოთ ცოცხალი მაგალითები, ჩვენი გარემო იყოს გამდიდრებული, ამიტომ ესე მივდივართ მშობლობის ასე ვთქვათ, როლთან, მშობლის პასუხისმგებლობასთან. ეს სწორედ მშობლის პასუხისმგებლობა, რამდენად აქვს მას გათავისებული ეს პასუხისმგებლობა, მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას აკეთებს, რატომ აკეთებს და რისთვის აკეთებს და მულტფილმის ყურება კი არ უნდა იყოს რაღაც ცალკე განყენებული ბავშვის რუტინიდან. არა, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი აქტივობა მისი დღის რუტინაში, როცა დილით დგება, სადღაც მიდის, მოდის, ხელს იბანს და ასე შემდეგ, ერთ-ერთი რაღაცა მცირე რგოლი, რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს. ოღონდ უკვე იმას საკში, როდესაც მას შეუძლია რაღაცა შინაარსების გადამუშავება, ხო? მე კიდევ მიუბრუნდები 3 წლამდე ასაკის ბავშვთან ასეთი დიდი და ხანგრძლივი ურთიერთობა კატეგორიულად დაუშვებელია და ვახსენებ ბევრი მიზეზი, რატომ ასე და რას იწვევს თქვენ დასვით ასეთი კითხვა, რა გართულებები შეიძლება გამოიწვევს, მე ნაწილობრივ შევეხე და შეიძლება კიდევ უფრო ხაზგასმით ვთქვათ, რომ ფერხდება მეტყველება. ფერხდება გარემოში სენსორული ინტეგრაციის დარღვევები მოდის ძალიან ბევრი. მე გითხარით, მაქვს შეხება განვითარებაში მცირედ შეფერხების მქონე ბავშვებთან და აი ესეთი სირთულეები არის, ადაპტირების სირთულეები. გარემოში ვერ ადაპტირდება ასეთი ბავშვები. ეს იქნება კიბეზე ასვლა, ჩამოსვლა, ხტომა თუ სხვადასხვა ფაქტურის საგნებთან შემხებლობაში მოსვლა, ესეც კი სირთულეს წარმოადგენს ხოლმე. და ეს მას აღქმების გამრუდებას იწვევს, ხო? გარდა იმისა, რომ სამეტყველო უნარები ძალიან ჩამორჩება და ზიანდება ხოლმე.
ხდებიან აგრესიულები, ხდებიან შფოთვარეები და ტვინის აგებულების დონეზეც მის მორფოლოგიურ აგებულებაშიც კიცვლებები შეინიშნება ხოლმე, იყო ამაზე კვლევა ჩატარებული, რომ ძილის დარღვევებსაც იწვევს, იმიტომ რომ მელატონინის გამოყოფას უშლის ხელს. სწორედ ეს ჰორმონია პასუხისმგებელი ძილის და სიფხიზლის ფაზების ჯანსაღმონაცვლეობაზე, ხო? არის კიდევ შიშები მოდის ბავშვებთან, გაურკვეველი წარმომავლობის, როცა ჩახვალ სიღრმეებში აღმოჩნდება, რომ მან ოდესღაც რაღაცა ფილმი ნახა, რის შინაარსის გადამუშავება მან იმ ასაკში ვერ შეძლო და ეს შემდეგ შიშების სახით ილექება მის. ვიცი რამდენიმე ასეთი შემთხვევა, რომ ძილის წინ აძლევენ მშობლები ყოფილა ასეთი მაგალითი, რომელიც შემწირეს მეც ყოფილა, რომ მიუციათ თქვათ გაჯეტი, პლანშეტი და ასე შემდეგ, რომ უყურე მულტფილმს და შემდგომ დაიძინე. ისევ ამაზე ვსაუბრობთ. ეს უნდა იყოს რუტინის ნაწილი და არა უკონტროლო და იმ დროს მიწოდებული, როცა ეს მე მინდა. გაცილებით უკეთესია მშობელმა თუ ნაკლები დრო აქვს და ოჯახის საქმეებით არის დაკავებული, გვერდით იყოლიოს ის პატარა და ყველა იმ საქმეში ჩართოს, რასაც აკეთებს. ეს იქნება სახლის დაალაგება, სადილის მომზადება თუ ასე შემდეგ. იმ რუტინაში იყოს ჩართული და გაცილებით უკეთ განვითარდება ბავშვი. ყველაფერთან ექნება შემხებლობა, ხო? ვიდრე იმითი, რომ მე შვიდად და თავისუფლად ვაკეთო ჩემი საქმე და ბავშვი დავტოვო აი ესე ერთ-ერთზე მიჯაჭვული ეკრანთან. აი ეს გარემოებაც არის ალბათ ხომ, ალბათ თიანთი ხელის შემშლელი, როდესაც ტოვებენ მშობლები ბავშვებს სახლში მთელი დღის განმავლობაში, ხომ, სამსახურიდან გამომდინარე, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. ეს რამდენად არის ხელის შემშლელი ბავშვის სწორად აღზრდის ჩამოყალიბების პროცესში? მარტო ალბათ ვიღაცა ხომ არის სახში, ან ბებო არის, ან მშობელთან ურთიერთობა. ნახეთ, ჩვენ სულ ვამბობთ სპეციალისტები ვეუბნებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა დროის რა მონაკვეთს ატარებს შვილთან, აქვს მნიშვნელობა რა ხარისხით ურთიერთობ. თუნდაც ძილის წინ წაკითხული ერთი ზღაპარი 10-15 წუთის განმავლობაშიც შეიძლება შემავსებელი იყოს იმ დანაკლისის და დეფიციტის, რაც აქვს ბავშვის მიმართ, ხო? იმასთან შედარებით მთელი დღე იყოს შეიძლება მშობელი და ბავშვი მაინც იყოს რაღაცა მოწყობილობის ანაბარა და არ იყოს მასთან ემოციურად. ნახეთ, ჩვენ საუბრობთ ემოციურ კავშირზე. მშობელი ემოციურად უნდა იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში და არა ნახეთ პარალელურ რეჟიმში. მე ჩემთვის ვარ სადღაც ჩასული სოციალურ ქსელში დაკარგული და ბავშვიც მიზის გვერდით და ისიც თავის სამყაროშია რაღაცა. აი ამას ვამბობ, ეს არ უნდა იყოს, თორე არა აქვს მნიშვნელობა დროის რა მონაკვეთის გატარება მიწევს. ამით ვერ გავამართლებთ, ხდებით კი მოდიან და ჩვენ როცა ვეუბნებით, რომ აი რას აკეთებ ამ დროს და რატომ არის ასეთი საზიანო, მე პირდაპირ ვეუბნები, არ ვაშინებ, ეს არის კვლევებზე დაფუძნებული. რომ თქვენ წარმოიდგინეთ ის დრო, როდესაც ბავშვი ატარებს ნებისმიერ მოწყობილობასთან, მისი ტვინის განვითარება ჩერდება ამ დროს. აი რა საკიდან არის დასაშვები ქალტანთიანთინ რომ მულტფილმი ხა ამას ვერა უვალთ ხო გვერდს ვერა უვლით რომ მულტფილმებს არ უყურებთ. თქვი სოფაი სამი წელზე უკვე დოზირებულად იქაც თქვი რომ მარტო არა. და თან საწყის სამხურები როგორია თქვა აი რა საკის მულტფილმი. ნახეთ ცირედროით ნახევარი საათი, შემდეგ უკვე გავზარდოთ. აი 6-7 წლის ასაკში უკვე 2 საათიც კი შეიძლება და 3-იც გაატაროს. ოღონდ ნახეთ არ არის სასურველი რომ ეს დრო იყოს გადამულად, ხო? აი თლიანად ერთ დაჯდომაზე დავუშვათ 2-3 საათი არ იჯდეს, იმიტომ რომ ისევ 6-7 წლის ბავშვის ხერხემალიც არ არის ასე დიდ ხანს ჯდომისთვის მზად. თქვენ მეტყვით ახლა სკოლაში ხო ზის რომ წაიკითხოს წიგნიქაც ზის, მაგრამ იქ უფრო ნახეთ არ იწევს წიგნი და თუნდაც მეცადინება ესე ხანძრი მიჯაჭულობას, ხო? იქ ადგება, გამოძრავდება, იმიტომ რომ არ აქვს ასე შესვენებებიც არის გაკვეთილიდან გაკვეთილამდე. ნუ აქ იმდენად არის ჩართული, რომ ფაქტობრივად გამოთიშულია გარე სამყაროდან, აი ამ რისკებზე ვსაუბრობთ ჩვენ. დოზირებულად უფროსის მეთვალყურებით და განსაკუთრებით იმ შინაარსების კონტროლით, რასაც უყურებს, ეს არის მნიშვნელოვანი. რა კონტენტია განვითარებული, რა შინაარსის მატარებელია, რამდენად არის ეს იმ ოჯახის ფასეულობებთან და ღირებულებებთან თანხვედრაში, რასაც უყურებს ბავშვი. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენ სხვა რამეს ვასწავლით, სხვა ღირებულებები გვინდა მასში გამოიმუშავოთ და აღმოჩნდება, რომ იმ კონკრეტული მოცემულობის მულტფილმში თუ
რაიმე მხატვრულ ფილმში სხვა შინაარსი არის, სხვა ღირებულებებია. შეიძლება ვკითხოთ ბავშვს თუ რას უყურა დღის განმავლობაში ვთქვათ და ჩვენ ვერ მოახერხეთ მის გვერდით ყოფნა, შემდგომ გავაანალიზოთ რას უყურა და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორი აქცენტები აი აქეთკენ მივყავდა საუბარი, რომ მასთან ერთად გავაანალიზოთ იმ ფილმში რა არის დადებითი, რომ მაქსიმალურად დავანახოთ უფრო დადებითი კუთხით და არა ვთქვათ უარყოფითი. არა მხოლოდ ეს, ნახეთ მის ფანტაზიის განვითარებას რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, გასაგანი წახალისება, ჩვენ უნდა ვკითხოთ, აი რომ შევცვალოთ, ეს ასე რატომ მოიქცა, შენი აზრით რატომ მოხდა ასე, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, ეს შენ რომ ყოფილიყავი დავუშვათ ამ ფილმის რეჟისორი, აი შენ როგორ გააკეთებდი, ან რომ ყოფილიყავი ეს გმირი, ამ სიტუაციაში შენ როგორ მოიქცეოდი, ხო? აი ეს შინაარსები უნდა გავათამაშოთ, მით უმეტეს ნახეთ იმას საკში, როდესაც უკვე ემოციების განვითარება იწყება 3 წლის ზევით უკვე ლიმბური დაუშვათ სისტემები ვითარდება და ემოციები, აი შემოდის ხო სხვადასხვა ტიპის ემოციები, ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია სხვა გადაცემაში, ხო? აი იქ გავააზრებინო დაუშვათ იმას როდის ეწყინე, იმას როდის გაუხარ და მოკლედ ჩვენი მეგზურობა სჭირდებათ, ხო? დიდი მადლობა ქაუტონ. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. თქვენ გიში გახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი თიკო სახლის დამფუძნებელი თია თინზენაიშვილი. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გიალაშვილი კინოთეატრ ამირანს სტუმრობდა, სადაც 2 დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. ნამუშევრები ქრისტიანული ეგვიპტის სერიის ფარგლებში ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის იდეითა და ძალისხმევით მომზადდა. ფილმში მღვდელმთავარი თავად მოგზაურობს ეგვიპტეში და სტუმრობს წმინდა პავლე თებელისა და წმინდა ანტონ დიდის მონასტრებს. უკვე სიუჟეტიდან შევიტყოთ უფრო მეტ, შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი. წმინდა პავლე თებელისა და წმინდა ანტონ დიდის მონასტრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები სერიიდან ქრისტიანული ეგვიპტე ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგა. პრემიერას კინოთეატრმა ამირანმა უმასპინძლა. ფილმების გადაღების იდეა და ორგანიზება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზს ეკუთვნის. მასთან ერთად ფილმზე მუშაობდნენ რეჟისორი ელენე ასათიანი და მისი ვაჟი გიორგი ზიბზიბაძე. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ფილმების ჩვენება ტრადიციულად მის დაბადების თარიღს დაამთხვია. პრემიერამდე კინოთეატრ ამირანში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას მღვდელმთავარმა სიტყვით მიმართა. მან წმინდანთა მოღვაწეობის და მათ შორის კავშირის შესახებ ისაუბრა და ფილმზე მუშაობის პროცესი გაიხსენა. 2 წლის წინ ვიმოგზაურე ეგვიპტეში, სპეციალურად ვიყავი ჩასული, რომ ეს ეგვიპტური სამონასტრო ცხოვრების შესახებ ცოტათი მეტი შემეთხო. და ესე იგი მოვინახულე რამდენიმე მონასტერი და დღეს იქნება ნაჩვენები 2 დოკუმენტური ფილმი, ეს არის წმინდა პავლე თებელის მონასტერი და წმინდა ანტონი დიდის მონასტერი. და მინდა გითხრათ, რომ აი არავითარ ინფორმაცია მანამდე არ მქონდა და აი შეიძლება ითქვას, რომ ბედმა გამიღიმა, იმიტომ რომ დიდი მარხვა იყო, როდესაც ჩავედი. სხვანაირად არ გამოდიოდა და აღმოჩნდა, რომ დაკეტილია ამ დროს ეს მონასტრები და რომ გაიგეს, რომ ესასულიერო პირი ვარ და რომ გაიგეს, რომ რაღაცა ეს ყველაფერი 2 მონასტერში შემიშვეს და თვითონ დამათვალიერებინეს, თვითონ მომიყვეს და ნუ აი ისეთი ამბები შევიტყვე, რასაც სხვანაირად ვერ შევიტყობდი იქ რო არ მივსულიყავი და ეს გადავიღეთ ყველაფერი. გადავიღეთ და მინდა რომ გაჩვენოთ ყველას, იმიტომ რომ როდესაც გახსნილია ეს მონასტრები, მაშინ უფრო ძნელია მათი დათვალიერება, იმიტომ რომ ბევრი ხალხია და იმიტომ რომ ესე ყურადღებას ცალკე არავინ მოგაქცევს. მე აი ცარიელ მონასტერში ვიარე და რაც მაინტერესებდა ყველაფერი ვკითხე ამ ბერებს და აი ეს მინდა რომ მოგეყვათ. ჩემთან ერთად იყო ჩართული რეჟისორი ელენე ასათიანი, რომელიც თან წამყვა და რომელმაც პრაქტიკულად აი მთლიანად აიღო თავის თავზე ეს გადაღების პროცესი, დამონტაჟების პროცესი და შემდეგ კიდევ მისი ვაჟი გიორგი ზიბზიბაძე, რომელიც მოგვეხმარა ქართულად გახმოვანებაში ფილმის, ანუ სუბტიტრები გაგვიკეთა, იმიტომ რომ იქ ძირითადად ინგლისურ ენაზე ვესაუბრებოდი ამ ბერებს. ქართული საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა იმ დიდი წმინდა მამების შესახებ მათი საცხოვრებელი ადგილის, ყოფის შესახებ ინფორმაციის ჩამოტანა, რაც მეუფემ თავის თავზე აიღო და ეს იყო ძალიან საინტერესო მოგზაურობა ეგვიპტის უდაბნოებში, მონასტრებში. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა მეუფემ, როდესაც
ჩაბრძანდა და სწორედ ის მონასტრები მოილოცა, საიდანაც დაიწყო მსოფლიო სამონასტრო ცხოვრება. დაახლოებით მე-3-4 საუკუნის მონასტრები და გამოქვაბულები, სადაც წმინდა ბერები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ახლა იქ კოპტური ეკლესია პატრონობს ამ ყველაფერს, მაგრამ ისინი ასევე არიან ჩვენი ეკლესიის წმინდანებიც, ვინაიდან სწორედ გაყოფამდე მოღვაწეობდნენ და ისინი ჩვენს მართლმადიდებლურ კალენდარშიც აღინიშნება მათი ხსენების დღეები. მგონი მაყურებელი კმაყოფილი დარჩა და რაღაცნაირად შევძელით, რომ იქაური ეს სული გადმოგვეცა და მოგვეტანა ჩვენი მაყურებლის წინაშე. დოკუმენტური ფილმების პრემიერას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და სხვა სასულიერო და საერო პირები. მეუფე ნიკოლოზი საოცარი პიროვნება. მე ყოველთვის დიდი ინტერესით უყურებ მის გადაცემებს, დიდი ინტერესით უყურებ აი იმ ფილმებს, რასაც ის იღებს ხოლმე და ნამდვილად ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანის. მე და ის ერთი კურსელები ვართ, პირველი გამოშვება ვართ აკადემია ერთად დავამთავრეთ და ჩვენ მეგობრობთ. და მე მინდა რომ ყოველგვარი სიკეთე უსურვო ჩემ მეუფე ნიკოლოს, ვით უმეტეს დღეს მისი დაბადების დღეა და ღმერთმა მრავალჟამიერ ესეთი საქმეები აკეთებინოს. ამინ. უპირველესად მინდა მივულოცო მეუფე ნიკოლოს დაბადების დღე. ვუსურვო დღეგრძელობა. ვუსურვო დიდხანს იყოს აი ამ შემართებით, რა შემართებითაც იკვლევს სოფლიოში ქრისტიანულ წარსულს. ძალიან დიდი შთაბეჭდილება იყო ჩვენთვის. მინდა რომ აი ამ წმინდანების ლოცვით და მეოხებით სიმშვიდე და სიყვარული იყოს მთელ სამყაროში. დოკუმენტურ ფილმებში მოქმედება ეგვიპტეში ვითარდება. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფილმში სწორედ იმ მონასტრებს სტუმრობს, სადაც მსოფლიო სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი. ესენია წმინდა პავლე თებელისა და წმინდა ანტონი დიდის მონასტრები. ფილმის დასასრულს მღვდელმთავარი ასევე სტუმრობს წმინდა ანტონი დიდის გამოქვაბულს. ისო მამაო ანტონი, დაგულცე, შეგვეძიე და მიგვიღეს პროგრამით. როგორც მან პრემიერაზე განაცხადა, დოკუმენტური ფილმები დაინტერესებულებისათვის მალე მის ვიდეო პორტალზეც განთავსდება.